რატომ ჩაბნელდა 24-25 ივლისს საქართველოს სემეკის დღევანდელ სხდომაზე პირველადი დასკვნა წარადგინეს. როგორც სხდომაზე ითქვა, მთავარი კერა იყო ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთზე, რა დროსაც გამართვის სისტემამ არ იმუშავა და დაიწყო კასკადური ჩაბნელებები. შემდეგ უკვე ვერ იმუშავა ენგურჰესის დაცვის სისტემამაც და მთლიანი საქართველოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ახლა სემეკი ელექტროსისტემიდან დამატებით დოკუმენტაციას ელოდება, რომლის მიღების შემდეგაც საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება, სადაც იქნება საუბარი მიზეზებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ელექტროსისტემის მხრიდან. ელექტროგადამცემ ხაზი იმერეთი ქვესადგურის ზესტაფონი 500-ის მხრიდან გამოირთო 104 მილიწამში, ხოლო ენგურჰესის ქვესადგურის მხრიდან 797 მილიწამში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ 500 კილოვოლტის ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთზე მომხდარ ავარიას გამოიწვია აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხაზების ავარიული გამორთვა. ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთზე გახორციელებულია დიფერენციალური დაცვა, რომელსაც უნდა ემუშავა ყისიერად. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი გამოიკვეთა ამ ეტაპზე, რომ ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთის რელევური დაცვის ავტომატიკი გამიმუშავა არასწორად და დაგვიანებით. ამ აღნიშნულის მიზეზებს სწავლობს ჯგუფი და ველოდებით კიდე გარკვეულ ტიპის დოკუმენტებს. 2026 წლის 25 ივლისს მოხდა სასისტემო ავარია. მსგავსად 24 ივლისის ავარიისა ორი მიმართულებით დავიწყეთ შესწავლა. გახლავთ საქართველოს და აზერბაიჯანის შორის კავშირის დაკარგვის ნაწილი და მეორე გახლავთ ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთზე სწრაფმოქმედი დიფერენციალური დაცვები იმუშავებდა სწორად და თავისი პარამეტრების ფარგლებში, ამ შემთხვევაშიც არ იყო იმის ალბათობა, ესეთი მაღალი, რომ მოხდარიყო აზერბაიჯანის სისტემიდან გამოყოფა. ენგურჰესის ჰიდროაგრეგატების ოსილოგრამების წინასწარი შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა ძაბვის ავტომატური რეგულირების არასწორ მოქმედებას, რაც იწვევდა ენგურჰესის ქვესადგურში მაღალი ძაბვის სალტეზე ძაბვების გადაჭრას. ჯგუფმა ელექტროსისტემიდან ისევ ვერ მიიღო ინფორმაცია ძაბვის ავტომატური რეგულირების შემოწმების მეთოდოლოგიის შესახებ. შესაბამისად, სტანდარტული მეთოდოლოგიის არარსებობა ეჭვშაყენებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ენგურჰესის აგრეგატებთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს. და ამრიგად უცნობია აგრეგატების გამართული მუშაობა ქსელის გარდამავალ რეჟიმებში, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად. ელექტროსისტემა აღმოჩნდა უუნარო. ეს სიტყვები ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა სემეკის დღევანდელ სხდომაზე გააპროტესტეს. მათ სემეკს და მის ხელმძღვანელობას მოუწოდეს მოზომილები იყვნენ შეფასებებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც უუნაროდ მოიხსენიებენ სისტემას. ეს ინასარი შედეგები ჩირკს ხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, როგორც არაკომპეტენტურ და უუნარო ორგანიზაციის წარმოჩენა ხდება. სანამ წინასწარი შედეგები თუ ვიძახით ჩვენ იმას, რომ რაღაცა უნდა მოეხდინა, უნდა გვითხრათ კონკრეტულად მოხსენებელმა რა რეაგირება უნდა მოახდინა. რეაგირება ჩვენ განისაზღვრა, რომ არ იყოს პრობლემა ისევ ენგურჰესში, ვერ მივიყვებით ჩვენ იმას, მადლობა და მithოვნა იქნება, რომ უბრალოდ გაითვალისწინოთ, სანამ ესეთ რაღაცას ვიტყვით და ვიღაცას დავაბარებთ. კიდევ პირველად კვლევაში ჯობია რომ სამუშაოები არიგებს, ასე რომ კარგად გაუწურავთ. მადლობა. ამის დაფიქსირება მინდოდა. მადლობა. არ ყოფილა რამე დეფექტი ან სიგნალი, რომ უწესრიგობა იყო აღნიშნულ სისტემაში, სამერო დაცვის სისტემაში ვიზახი ამ კონკრეტულ ელემენტზე. თუმცა რო გავაანალიზეთ, ქმედება იყო დაგვიანებული, დიფერენციალური დაცვის სრულყოფილ მდგომარეობაში ყოფ ელემენტს ესე არ უნდა ემოქმედას, რაpat უნდა გამართულიყო. არვეზე დაფიქსირდა, როდესაც მიეცა განკარგულებები შემოწმებაზე ექსპლუატაციის რეგიონის სარელო დაცვის ინჟინერს, ტექნოლოგიურად დაპინგა, იპინგებოდა თქვათ ეს არხები. შემდგომ, როდესაც გაუშვა სიგნალის გაშვების მომენტში ხარვეზე წარმოვიდა, მაგლოკირებული სიგნალი წარმოვიდა, ასე თქვათ, ენგურჰესში არსებულ დამონტაჟებულ რელედან. სხდომაზე დავით ნარმანიამ განმარტა, რომ ეს არ იყო დასკვნა და ეს იყო ინფორმაცია, რომელიც აქამდე მიიღეს და დაამუშავეს. ეს არ არის დასკვნა.
პაკეტის დამატებას ეს არის ის ინფორმაციები, რაც ჩვენ მივიღებთ ახამდე და დავამუშავებთ, დამატებითი განმარტებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ და ასე შემდეგ, შეცვლის ბუნებრივი ამ დასკვნა გაამდიდრებს კიდევ უფრო მეტად და მე უკვე ეს იქნება კომისიის გადაწყვეტილება. ცნობისათვის 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისს დილითაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.